არაერთი სიახლე ელოდება ქობულეთში ჩასულ დამსვენებელსაც ისტორიული ადგილების მონახულების გარდა ვიზიტორებს ეკომარშრუტების გაცნობის საშუალებაც ექნებათ. ეკო და ისტორიული მარშრუტების ჩამონათვალი წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. ღირსშესანიშნაობების შესახებ სრული ინფორმაცია უცხოენოვან ბუკლეტებში იქნება განთავსებული. პეტრეს ციხე მე-6 საუკუნის ისტორიული ციხე-ქალაქი ისტორიული ტურების ჩამონათვალშია. მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს, რომელიც ტურისტებისთვის დღემდე განსაკუთრებული ინტერესის ადგილია, დღეს ქობულეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ და მის ისტორიას გაეცნენ. რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლე ერთი ინტერესით გაერთიანდა. ისინი მალე ტურისტულ მეგზურობას ქობულეთში ჩამოსულ დამსვენებლებს გაუწევენ. ამბობენ, რომ ტურის საკმაოდ საინტერესო იქნება. ეს ჩვენთვის გამოცდილების შემძენია და ძალიან საინტერესო და დარწმუნებული ვარ, როდესაც ამ კუთხეში ჩამოვლენ ტურისტები, ჩვენ სათანადო გიდობას გავუწევთ და კარგად ავუხსნით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ნამდვილად დიდი ისტორიული კულტურა და ღირსშესანიშნაობები. კლუბის წევრებმა ტურისტული მარშრუტი რომ უფრო საინტერესო გახადონ, წელს ეკოტურისტული მარშრუტით დაამატეს. პეტრეს ციხის შემდეგ მოსწავლებმა მტირალას ეროვნულ პარკში გადაინაცვლეს. იმისთვის, რომ ზღვისპირა ქალაქში ჩამოსულ დამსვენებლებს ეროვნული ტყეპარკის შესახებ ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია მიაწოდონ, დეტალებს დღეს თავად არკვევდნენ. დარწმუნებული არიან, რომ აქ მოსული ტურისტი კმაყოფილი დარჩება. ჩემი პირადი მოვალეობა, როგორც მომავალი კიდის, არის ერთ-ერთი ის, რომ საზღვარგარეთიდან მოსულ ტურისტებს ვანახო ეს ღირსშესანიშნაობები და წარუდგინო და ავუხსნა თუ რატომ არის ეს ღირსშესანიშნავი. მე გაოცებული და ვჩი ამ სანახაობით რაც აქ დამხდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ ჩამოსული ტურისტი დაარჩება გაოცებული და აუცილებლად ჩამოვა და მოინახულებს იმ ადგილებს, რომლებიც ჩვენ დღეს მოვინახულეთ. მოგზაურობა ისტორიულ ქობულეთში წელს დამსვენებლებს ტურს ამ სახელწოდებით შესავაძებენ. ფიჭვნარის ნაქალაქარი თაღოვანი ხიდები, სამების, ცხენოვანისა და თეთროსნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები. ეს ისტორიული ადგილები ტურისტულ ბუკლეტშიც იქნება დატანილი. ახლა ისინი ტურისტებისთვის უცხოენოვანი ბუკლეტის დამზადებასაც გეგმავენ. ქობულეთში ტურისტულ სეზონზე დამსვენებლებს სპეციალური ტრანსპორტიც მოემსახურებათ. ჩვენ დავამზადებთ ბუკლეტები ქობულეთის ისტორიულ და ეკო მარშრუტებზე. გეგმავთ ამ ბუკლეტების თარგმნას ინგლისურად და რუსულად და აქ ჩამოსულ სტუმრებს ჩვენ შევთავაზებთ ძალიან საინტერესო ეკო და ისტორიულ მარშრუტებს. მიზანი არის ძირითადად ის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ უკეთ გაეცნოს თავის ისტორიულ წარსულს, შეისწავლოს კულტურული ძეგლები, ისტორიული ძეგლები და სამომავლოდ ის კლუბი, რომელშიც გაერთიანებული არიან ეს ბავშვები, გეგმავენ ჩამოყალიბდნენ მომავალ გიდებად და ტურისტული სეზონისათვის უდავყავდეს უკვე პატარა გიდები მომზადებული, რომლებიც გაუწევენ შემდეგ ექსკურსიათ მძღოლობას იმ ტურისტებს, ვისაც ველოდებით სეზონისთვის ქობულეთში. ეკო და ისტორიულ მარშრუტთა რიცხვი ქობულეთში სამომავლოდ კვლავ გაიზრდება.